სასაუბრო ბევრია, მაგიდაზეც და მაგიდამდეც. მით უმეტეს ახლა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის პირველი ხელშესახები ნიშნები გაჩნდა. ზოგიერთი ეს ნიშანი აშფოთებთ ევროპელებს, რადგან თვლიან, რომ უკრაინაზე არც უკრაინის გარეშე უნდა საუბრობდეს ვინმე და არც ევროპის. მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ არ უნდა განხორციელდეს უკრაინის გარეშე და უკრაინის ხმა ნებისმიერი მოლაპარაკებების ცენტრში უნდა იყოს. უკრაინელები გმირულად იბრძვიან. ჩვენი საქმეა ნატოს თავდაცვის მინისტრების, რომ ეს ქვეყანა ძლიერ პოზიციაში დავაყენოთ და დავიცვათ გრძელვადიანი მშვიდობა. თუკი პუტინს რეალურად სურს მოლაპარაკებების დაწყება და ბოლო 3 წლის გამოცდილება ამის ეჭვებს გვიჩენს, მაშინ მან ბრძოლის ველზე დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს და შეწყვიტოს უკრაინის განადგურება. სამწუხაროა და ვიტყოდი, სიმართლეცაა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საჯარო დათმობა უკვე გააკეთა პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებამდე. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა თუკი უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრებას ან ქვეყნის ტერიტორიის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით საუბარი მოლაპარაკებების მაგიდასთან იქნებოდა და არა მის დაწყებამდე. ამ ხედვაში ბორის პისტორიუსი მარტო არ არის. ევროპაში ბევრი იზიარებს მოსაზრებას, რომ მთავარი წინადადებების მოლაპარაკებებიდან ამოღება საუკეთესო ტაქტიკა ვერ იქნება. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ადამიანების მკვლელობა უნდა მორჩეს. პუტინს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობა უკრაინის დაბომბვის შეჩერებით. ეს განხორციელებადია თუ ამის ნება არსებობს. ნათელია, რომ ნებისმიერი შეთანხმება ჩვენ ზურგს უკან არ იმუშავებს. ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს უკრაინა და ევროპა. უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას, ევროპა კი უკრაინის დახმარებას. ეს ნათელია, ნებისმიერი სწრაფი მოგვარების მცდელობა ბინძური შეთანხმებაა და მარცხისთვისაა განწირული. ეს მინსკში უკვე ვნახეთ. ჩვენ არ უნდა ავიღოთ მოლაპარაკებების მაგიდიდან არაფერი მოლაპარაკებებამდე. ეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს და ისაა, რაც მათ სურთ. ეს ხომ ვერ იმუშავებს. ამ განცხადებების წყარო ბრიუსელია, სადაც ყურადღების ცენტრში ამ სივრცისთვის ახალი სახე მოექცა. პიტ ჰექსეთი, ამერიკის თავდაცვის მდივანი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას 2014 წლამდე არსებული სტატუს-კვოს დაბრუნებაზე პრეტენზია ვერ ექნება. ევროპელებს კი საკუთარი კონტინენტის დაცვაში ამერიკის იმედი. ამას გარდა ვაშინგტონში ამბობენ, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება რეალისტური არ არის და ამ ყველაფერს ამერიკაში უკრაინის ღალატად არ მიიჩნევენ. კიევში ვაშინგტონზე საუბრობენ როგორც მეგობარზე, თუმცა კონკრეტული აქცენტებით. უკრაინა არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას, რომლის მოლაპარაკებებშიც უკრაინა არ იქნება ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წარიმართოს, რომლის მიხედვითაც მას სურს გახადოს ეს მოლაპარაკებები ორმხრივი, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკრაინისთვის პრიორიტეტად რჩება უსაფრთხოების გარანტიები. ტრამპმა მითხრა, რომ პუტინს ომის დასრულებას სურს, მე კი ვუთხარი, რომ პუტინს არ ვენდობი. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრისა და საუდის არაბეთში ჩანიშნული სავარაუდო შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს რეაქციებს ყურადღებით აკვირდებიან კრემლში. განსაკუთრებით აქტიურობს მწვავე ფრაზების მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც ორი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების თავაზიანობითაა აღფრთოვანებული. ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო ზარით გამოწვეული გაკვირვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩანს რომ ყველაფერი, რასაც უკრაინაში ზელენსკის ნაცისტური რეჟიმი ჩადის, დასავლეთისთვის მისაღები და საჭირო ფორმაა, რომ რუსეთს ასე უნდა ესაუბრონ. ამიტომაც დასავლეთში ბევრი, განსაკუთრებით კი ევროპელი ლიდერები გაქվავდნენ, როდესაც ელემენტარული, ნორმალური საუბარი შედგა ორ კარგად აღზრდილ, თავაზიან ადამიანს შორის. Разговор двух воспитанных, вежливых людей. მანამდე კრემლში ამბობდნენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი საომარი მოქმედებების შეჩერების სურვილში თანხმდებოდნენ. თუმცა კრემლის სპიკერი განმარტავს, რომ პუტინს სურს მისი თავდაპირველი მიზნები შესრულდეს. უცნობია, ეხება ეს მხოლოდ ნატოს გაფართოებაზე მოსკოვის პრეტენზიებს თუ გამოგონილ ბრძოლას ნაციზმთან, რაც ომის დაწყების პირველ თვეებში მოსკოვის მთავარი ნარატივი იყო. ბევრი ფიქრობს, რომ უკრაინა რუსეთის ომის დასასრულის დასაწყისი სახეზეა, თუმცა რის ფასად და რა პირობებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.